საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილია დღეს იმედი ლაივის სტუმარი საღამოშვიდობისა. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის და ბუნებრივია ჩვენ აი ამ კენჭისყრის შედეგებით და რეზოლუციის შინაარსით უნდა დავიწყოთ საუბარი. ყველა ძველი ბრალდება ადგილზეა, მაგრამ არის ახალი აქცენტები SWIFT-ის თემის შემოსვლა და ასევე აქცენტი არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები არ იძლევა ხალხის ნების ასახვის შესაძლებლობას, რადგან ოპოზიციონერები არიან დაპატიმრებულნი და ასევე პრობლემა არის ის, რომ გარემო არ არის გაუმჯობესებული, ზოგადად საარჩევნო გარემო. თქვენს ოპონენტებს აქვთ განცდა, რომ ეს რეზოლუცია ყველაზე კრიტიკულია და ის გაცდება მხოლოდ აი ფურცელზე ჩამოწერილი სურვილების გარკვეულ ფარგლებს. ხო, აი რეალურად რასთან გვაქვს საქმე და არის თუ არა შესაძლებლობა მართლაც რომ ქმედებებში აისახოთ ის, რაც არის მოთხოვნილი რეზოლუციაში. ხო, ზოგადად ამ დოკუმენტის შეფასება, რომელიც სრულიად მოწყვეტილია რეალობას და რეალობას საქართველოში და ქვია რომ არის საქართველოზე, ძალიან რთულია შეფასო. თუმცა მეორეს მხრივ ჩნდება ესეთი განცდა, რომ რაღაც პარალელური სამყარო შექმნეს, პარალელური საქართველო, სადაც სააკაშვილი არის დემოკრატიის შუქურა, კვლავ, სადაც კვლავ სალომე ზურაბიშვილია პრეზიდენტი და ქართველი ამომრჩეველი და ქართველი ხალხი არ არსებობს, ან არსებობს მხოლოდ ისეთი, როგორიც მათ წარმოუდგენიათ თუ მათ უნდათ რომ იყოს. რაღაც ესეთ პარალელურ ქვეყანაზეა თუ სხვა სამყაროზეა საუბარი ამ რეზოლუციაში და ძალიან ძნელია ამის საფუძველზე გაკეთებულ დასკვნებზე მერე სერიოზულად იმსჯელო და სერიოზულად აღიქვა. თუმცა ალბათ საყურადღებო მაინც არის თუ რა გეგმა ისახება საქართველოსთან მიმართებაში, რა შეიძლება იყოს ის სურვილები, ის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ იმ შემთხვევაში თუ ვერ მიიღებენ, ასე ვთქვათ, ეს ბიუროკრატები ძალიან სამწუხაროა, როდესაც რასა არის ევროპის სახე და ეს გვესაუბრება ევროპარლამენტიდან დემოკრატიაზე, დემოკრატიულ და ევროპულ ფასეულობებზე ტყუილებით და დეზინფორმაციით და გვეუბნებიან რაღაც ლექციებს კითხულობენ დეზინფორმაციაზე და სინამდვილეში სამი წინადადებიდან სამივე არის ტყუილის შემცველი საქართველოსთან დაკავშირებით. აი ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა ხა საყურადღებო არის იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ერთგვარი გეგმები თუ სურვილები საქართველოსთან დაკავშირებით. რა შეიძლება ასე ვთქვათ გამოიყენონ. ესენი რეალურად არიან იმ ინსტრუმენტების ძიებაში, თქვენ ალბათ გახსოვთ 2022 წელს, მაშინ როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდებოდით, მაშინ იყო ესეთი რაღაც მსგავსი რეზოლუციები, მსგავსი ასე ვთქვათ მცდელობები და ერთგვარად გადმოლაგება იმ ინსტრუმენტების, რაც შეიძლებოდა გამოეყენებინათ საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი იყო 2024 წელსაც, მაშინ როდესაც ევროკავშირის საბჭო განიხილავდა საქართველოს საკითხს და ახლაც რაღაცნაირად ძიებაში არიან, რომ იპოვონ მათთვის ეფექტიანი საშუალება იმისათვის, რომ გავლენა მოახდინონ არჩევნებზე, გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე საქართველოში. არჩევნებზე ხშირ ჩამოსაყალიბებლები არიან, არჩევნები ჭირდება თუ არ ჭირდება. საინტერესო დეტალი, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას თვითგამოცხადებული ხელისუფლება ახალი სტატუს კოს აღიარებისთვის გამოიყენებს და ის პარტიები და იმ პარტიების წარმომადგენლები, ვინც მოწინააღმდეგე ამ არჩევნებში, სიხარულით აზიარებდნენ ამ ამბავს, რომ აი ნახეთ ღიად თქვეს, პირველად თქვეს, რომ აი არ უნდა მივიღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა. თქვენთვის რისი დასტურია ეს? ხო, ჩამოსაყალიბებლები არიან რა ჯობს რა მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება თუ მონაწილეობის არ მიღება, ორივე იდეაში წამგებიანია, იმიტომ რომ მაშინ როდესაც შენ ტყუილზე აფუძნებ ყველაფერს, ტყუილზე აფუძნებ მთელ შენ სტრატეგიას, რა თქმა უნდა, ეს წამგებიანი იქნება. რეალურად აქ საუბარი არის იმაზე, რომ გაიჭედა ერთგვარად სიტუაცია, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ გარკვეულწილად, ეს ნიშნავს, რომ ის არჩევნები, რომელსაც არალეგიტიმურს უწოდებენ და არ აღიარებენ იმ არჩევნების შედეგებს, რაღაცნაირად უნდა ასე ვთქვათ გამართლდეს, ხო, რომ ეს არჩევნები ლეგიტიმური იყო და ამ არჩევნებს ჰქონდა ლეგიტიმური შედეგები, რაც წინააღმდეგობაში მოდის იგივე ხალხის მიერ დაწერილ რეზოლუციასთან, სადაც წერია, რომ ეს თითქოს არალეგიტიმური იყო და თითქოს რაიმე საფუძველი არსებობდა ამის, თუმცა ჩვენ ამ დრომდე არ მოგვისმენია არანაირი საფუძველი იმისა, რას შეიძლებოდა დაყრდნობოდა ასეთი შეფასება თუ
ასეთი დასკვნა ლეგიტიმაცია არ ლეგიტიმაციის მინიჭება არ მინიჭებასთან დაკავშირებით, როდესაც არჩევნებზეა საუბარი. ხო, ამ სირთულეში რა თქმა უნდა არიან, რომ რა ჯობს და როგორ შეიძლება წარიმართოს პოლიტიკური პარალელურად არის მუხარები სანქციებზე, იგივე SWIFT-ის გათიშვა რაც ამ რეზოლუციაში წერია, მაგრამ ამის გარდა 15-ში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვდებიან, წინასწარ არსებობს გარკვეული მოლოდინები, რომ ცალკეულმა ქვეყნებმა დააყენეს მაგალითად ეგრეთ წოდებული ევროკავშირის მაგნიტსკის აქტად რაც იწოდება, გულისხმობ ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის გააქტიურება საქართველოს წინააღმდეგ, ასევე პარალელურად შვედეთმა როგორც მედიაში ვრცელდება ცნობები დააყენა უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, იმიტომ რომ წინა შეხვედრაზე ნახეთ, რომ კონსენსუსი არ იქნა მიღწეული. ამჯერადაც იგივე რეჟიმი გაგრძელდება? ამჯერადაც იქნება მსჯელობა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ეს არის ყველაფერი ის საკითხი, რაც როგორც ჩვენ ვიცით, განიხილება კულუარებშიც, განიხილება წევრ ქვეყნებშიც. კიდევ ერთხელ, ისინი არიან ძიებაში თუ რამ შეიძლება მოახდინოს გავლენა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე, რამ შეიძლება მოახდინოს იმგვარად გავლენა, რომ მათთვის სასურველი მდგომარეობა დადგეს საქართველოში, ხელისუფლებაში იყოს ის ადამიანები თუ იმ ადამიანების ჯგუფი არა, ვინც ქართველ ამომრჩეველს სურს, არამედ ვინც მათ აწყობთ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. ეხლა ასეთი პოლიტიკოსების ჯგუფი რო არსებობს საქართველოში, ამაში ორი აზრიც არ არსებობს და უკვე თავად ამტკიცებენ, რომ უყურებენ თუ რა ინსტრუქციას გასცემს რომელიმე ბიუროკრატი თუ არ ვიცი, გარედან პოლიტიკოსი და ამას უნდა მიყვნენ და ამას უნდა მიყვეს ქართული პოლიტიკური პროცესიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დააზიანებს და აზიანებს მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად და არანაირად არ არის ამის უკან არ დგას კეთილი განზრახვები თუ ზრახვები და გადაწყვეტილება და ეს არ დარჩება მხოლოდ განცხადებებად და შეჯერებულია თუ არა პოზიციები, ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ ივნისის შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრების კაია კალასი ამბობდა, რომ მზარდ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების და მათ შორის მოსამართლეების სანქციების საკითხი განვიხილოთ, თუმცა მაშინ ვერ შევთანხმდითო. აი ამ ერთი თვის განმავლობაში რამე შეიცვალა თუ არა? ზოგადად ძალიან რთულია ხა სამართლებრივი გამართლება მოუძებნო ამ განცხადებებს და ზოგადად გაამართლო რამენაირად მოსამართლის დასჯის მოწოდებები, რომ მოსამართლეს დაუწესო სანქცია, ანუ სასამართლოზე ამგვარად იმოქმედო, ანუ მოახდინო გავლენა და შემდგომ მე გამოხვიდე და ისაუბრო სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ლექციები წაიკითხო იმაზე, როგორ უნდა იყოს უზენაესი სამართალი უზენაესი და როგორ კანონის წინაშე უნდა იყოს ყველა თანასწორი, მაშინ როდესაც ამართლებ კანონის დამრღვევებს, ითხოვ ამ კანონის დარღვევისთვის მიღებული გადაწყვეტილების მიღები მოსამართლის დასჯას და სანქციების დაწესებას. ალოგიკურია ეს ყველაფერი, არანაირად არ ჯდება არანაირ ევროპულ ფასეულობებში, რასაც აქამდე ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ერქვა ევროპული ფასეულობა. ხო, რა არის ევროპული ფასეულობა? ხო, კანონის უზენაესობა, ადამიანების თანასწორობა კანონის წინაშე და ამ დროს შენ ხედავ, რომ ვიღაც უნდა გაუშვა ციხიდან, იმიტომ რომ მან კი დაარღვია კანონი, მაგრამ პოლიტიკოსია და მას ეპატიება და მან რაღაც უნდა გააკეთოს. ჩვენ ეს ნახეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბევრი ნახეთ ასეთი მოთხოვნები, გარკვეულწილად მივეჩვიეთ კიდეც ამას, მაგრამ მეორე მომენტია. თუმცა ხელისუფლებაც მიდიოდა კომპრომისზე იგივე პატიმრებთან. მივდიოდით კომპრომისზე, მაგრამ მე დგას უკვე რაღაცნაირად ეს მომენტი ჩვენს ცხოვრებაში, რომ როგორი სახელმწიფო გვინდა ავაშენოთ, მუდმივად აი ასე ვიაროთ, რომ ვიღაც გიკარნახებს შენ, ვინ უნდა დაიჭირო, ვინ უნდა არ დაიჭირო, ვინ უნდა იყოს ასე ვთქვათ პასუხისგებაში მიცემული, ვინ არ უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული და არის რაღაცა ხელშეუხებელი ადამიანების სია, რომელსაც რაც უნდათ ის შეუძლიათ და ამას რაღაცნაირად ეს მადა კიდევ უფრო გაძლიერდა და ყოველდღიურად ხედავ, რომ შენი სახელმწიფოებრიობა, შენი კონსტიტუცია, შენი კანონმდებლობა ესე დემონსტრაციულად ხდება ამის შეურაცხყოფა და გათელვა. ხო, ეს ყველაფერი ითელება ფეხქვეშ და ესეთი სახელმწიფო გვინდა ჩვენი შვილებისთვის, სადაც პოლიტიკოსი გამოვა შეურაცხყოფს სახელმწიფოს, კონსტიტუციას, კანონს, სახელმწიფო ინსტიტუტებს და შემდგომ მე ამას აქვს პრეტენზია იმაზე, რომ იყოს პოლიტიკაში და იყოს ხელისუფლებაში. ხო, ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება არ ვიცი, რამდენად დასიამოვნო და არჩევნებისთვის სამზადის ფაქტია, რომ გეგმა არსებობს, მათ შორის
დაფინანსებასთან დაკავშირებით, ყოველთვის პარლამენტის თავმჯდომარე ამბობდა, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO-ები პირდაპირ ემზადებიან არჩევნების ჩასაშლელად. ხო, რას გულისხმობს ეს, რა ტიპის მობილიზაციას ელოდებით და ის რაც ჩვენ ნახეთ 2024 არჩევნებამდე აქტიურობა უცხოელი პოლიტიკოსების ელჩების პირდაპირ მონაწილეობა და მოწოდებები, ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, მეორე სერია იქნება 4 ოქტომბერამდე. ერთი რამ არის ფაქტი, ამ ხალხს არჩევნები არ ჭირდება, არ უნდა არჩევნები არანაირად, ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს, იმიტომ რომ დღეს მე ნახე ერთ-ერთი პოლიტიკოსის განცხადებაც, რომ არჩევნების გზით ვერ შევცვლით ხო ხელისუფლებას, ან მათ ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, არ არის ქართული საზოგადოება მათ მხარეს და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში და ეს გზები არის არაკონსტიტუციური, ეს გზები არის სწორედ არა არჩევნების გზით სიარული და სწორედ ამიტომაც ვხედავთ ჩვენ იმას, რასაც აფინანსებენ და რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და რასაც ვებრძვით იდეაში და ზუსტად ეგ არის, რომ ჩვენ როდესაც საუბრობთ დემოკრატიაზე და დემოკრატიულ წესებზე, პირველ რიგში არჩევნებზე და ადამიანებს უნდა მიცე შესაძლებლობა, რომ არჩევნების გზით აირჩიოს ხელისუფლება და შემდგომ როდესაც გამოდის ვიღაც ბიუროკრატი ან პოლიტიკოსი ქვეყნის გარედან და ამბობს იმას, რომ თურმე ეს არჩევნები არ ითვლება, იმიტომ რომ მან ვერ მიიღო ის შედეგი, რა შედეგიც მას უნდოდა რომ დაენახა საქართველოში და არ აირჩია ქართულმა ამომრჩეველმა ის, ვინც მას სურდა. რეალურად ეს მაგრამ რა შეიძლება იყოს გარდამტეხი წერტილი, იმიტომ რომ დაახლოებით 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა განაცხადა ურთიერთობების გაყინვის შესახებ, შემდეგ აღარ მოუყვებით თუ რა რეჟიმში ვითარდება ეს ურთიერთობები. გარდა იმ სანქციების მოთხოვნისა და ევრორეზოლუციებისა, მარტაკოსმა აღნიშნა ერთი საინტერესო დეტალი იყო, რომ ამავდროულად გარდა იმისა, რომ ისინი სანქციებს აპირებენ, შევინარჩუნოთ თანამშრომლობის შესაძლებლობა ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკებში, რომელიც არის ევროკავშირის გაწევრიანების ჩარჩოს მიღმა, მათ შორის შავი ზღვის სტრატეგიასა და ეროვნულ დაკავშირებადობაზეო. არსებობს შანსი, რომ იმ საჭიროებებმა, რაც ევროკავშირს აქვს და იმ სტრატეგიამ, რომელიც მათ შორის შავ ზღვასაც მოიცავს, გადაწონოს ეს ურთიერთობები და წავიდეს ნორმალიზებისკენ და პოზიტიური დინამიკისკენ. ერთი რამ არის ფაქტი, რომ ძალიან ხშირად ვხედავთ არასწორ სტრატეგიებს და არასწორ მიდგომებს, როდესაც ევროკავშირის პოლიტიკაზეა საუბარი და ბოლო პერიოდში ზოგადად რთულია გაიგო რა არის ევროკავშირის პოლიტიკა, თუნდაც რეგიონთან დაკავშირებით. და რამდენად არის ის საფუძვლიანი ის გადაწყვეტილებები და კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები. მაშინ როდესაც საქმე ეხება მაგალითად საქართველოს. ხო, წარმოუდგენელია საქართველოზე თქვა, რომ კი მე მინდა საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ მე არ გელაპარაკებით თქვენ. მაშინ უცნაურია რა, როგორ შეიძლება ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ მას არ ელაპარაკები, ან იმ ხელისუფლებას არ ელაპარაკები, რომელიც ხალხმა აირჩია, ხო? ეს რაღაც წარმოუდგენელი რეალობაა, რომ საუბრის ლაპარაკის გარეშე, დიალოგის გარეშე მოხდეს რაღაც საერთო ინტერესებზე საუბარი. ეხლა საერთო ინტერესები არის თუ არ არის, კი არის. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, უბრალოდ ევროკავშირი ამაზე არ საუბრობს და პირიქით საუბრობენ დასჯის მექანიზმებზე, როგორმე სულ სხვა მიზნებით გამოიყენონ ეს პროცესი, სულ სხვა მიზნებით გამოიყენონ, მიზნებისთვის გამოიყენონ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ჩვენ ეს ვნახეთ. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს შევაჩეროთ სწორედ ამ მიზნებისთვის არ იყოს ევროინტეგრაცია გამოყენებული და არ დაზიანდეს ეს პროცესი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მე ღრმად მჯერა, რომ ჩვენ საქართველოს და ევროკავშირს გვაქვს საერთო მიზნები, უბრალოდ ამ მიზნებზე უნდა ვისაუბროთ და საერთო ინტერესებიც გვაქვს და ამაზე უნდა ვისაუბროთ, რადგან არ ხდება საუბარი. თქვენი მხრიდან თუ იყო მცდელობა, გასაგებია რომ იქიდან მოდის განცხადებები და მხოლოდ ნეგატიური ფრაზები გვესმის, მაგრამ თუ იყო მცდელობები ბოლო პერიოდში თუნდაც რომ აი რაიმე ფორმით, რაიმე კუთხით მოგენახათ შეხების წერტილი, რაიმე არასაჯარო განცხადებით მიგემართათ, ან რაღაც ტიპის ჩართულობა მოგეთხოვათ. ჩვენ არაერთხელ გვითხოვთ, ჩვენ ვართ ღია, ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის, ჩვენ ვართ მზად ნებისმიერ დროს ვისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას პირველ რიგში და ყველაფერი რაც მას ანუ რაც უქმნის ჩვენი ქვეყნის
უსაფრთხოება საფრთხეს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიუღებელია ჩვენთვის. როდესაც საუბარი არის დიალოგზე, რა თქმა უნდა, დიალოგს სჭირდება ორი მხარე და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხრიდან უნდა იყოს ამის ინტერესი და სურვილი, თუმცა როდესაც ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტად გამოიყენება, რომ რაღაც ერთდღიანი ახალი ამბები აიგოს იმისათვის, რომ ვიღაცამ თქვას, რომ არა, ჩვენ არ ველაპარაკებით საქართველოს ხელისუფლებას და შემდგომ მხოლოდ ერთი დღე ისაუბროს აქ ოპოზიციურმა არხებმა, ასეთ რეჟიმში ძალიან რთულია სერიოზული საუბარი, ასე ვთქვათ, სამომავლო გეგმებზე. მაგრამ ზოგადად ერთი რამ უნდა ითქვას, კიდევ გაჟღერდა ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით, მათ შორის რეზოლუციის გადახედვასთან დაკავშირებით. საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმება, ეს არის შეთანხმება, რომელიც დიდწილად თვითონ ანგარიშსაც თუ შეხედავთ რა ქვია შესრულების შესახებ ანგარიში, ან როგორ ასრულებს საქართველოს ასოცირების შეთანხმებას. 10 წელია საქართველოს ასრულებს წარმატებით ასოცირების შეთანხმებას და საქართველოს აქვს ძალიან დიდი და თვალსაჩინო პროგრესი ამ მიმართულებით, თუკი და ეს აღიარებულია ევროკომისიის ანგარიშებში უკრაინასა და მოლდოვას ზოგადად კანდიდატ ქვეყნებს როცა აფასებდნენ, ჩვენ ნახეთ, რომ საქართველოს პროგრესის არ დანახვა არის შეუძლებელი. ახლა არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რო ვაფასებთ საქართველოს, ჩანს ეს პროგრესი. მოდით ნუღა შევაფასებთ საქართველოს და ახლა ეძებენ გზებს, როგორ არ შეაფასონ საქართველოს იმისათვის, რომ ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს, არ გამოჩნდეს და არ იყოს ასეთი თვალსაჩინო და იყოს, თქვათ, ასეთი, ანუ ანგარიშების მომზადებაში. მაგალითად, ევროკომისიამ უარი თქვა შეეფასებინა ეკონომიკური ჩვენი მიღწევები, რაც თვალსაჩინო რასაც ყველა ხედავს, ყველა აღიარებს, ხო შეუძლებელია ამაზე თვალი დახუჭო და მარტივი გზა გამოინახა იმისთვის, რომ პროგრესი არ დაფიქსირდეს, მოდით საერთოდ ნუ შევაფასებთ და არ იყოს ეს შეფასებული. ეს ასე პირდაპირ თქვა, რომ არაპირები შეფასებას ქვეყნებსა იყო ასეთი პირდაპირ კომუნიკაცია ჩვენთან, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადდა ძალიან სერიოზული ანგარიში, ყველაფერი მიეწოდა ევროკომისიის მხარეს, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით, ეს გადაწყვეტილება იყო, რომ ჩვენ არ შევაფასებთ და ამგვარად დავისაჯეთ, რომ არ შეფასდებოდა ევროკომისიის მხრიდან. კი, საინტერესოა. ამგვარად ასეთ გზებს ეძებენ. სიტყვიერი კომუნიკაციით თუ არა, კომუნიკაცია იყო. აღარ გამოგიგზავნოთ კომუნიკაცია იყო. და ასე ხდება ინსტრუმენტალიზაცია ამ პროცესის და პროგრესის მიჩქმალვა. ის რაც კარგია, ის არ უნდა დაინახოს არავინ საქართველოსთან მიმართებაში და მხოლოდ ნეგატიურ და უარყოფით რაღაცებზე უნდა იყოს სურათზე, იყოს აქცენტი გაკეთებული. მაგრამ ასოცირების შეთანხმებას რო დაუბრუნდეთ, ეს შეთანხმება ხო დიდწილად ევროკავშირის ინტერესშია. ეს ხო ყველამ კარგად იცის, დიდწილად საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმება, მაშინ როდესაც ჩვენ მოლაპარაკებები ქონდა, როდესაც ხელი მოვაწერეთ, იქ რა თქმა უნდა უდიდესი იყო ევროკავშირის ინტერესი. ამას ხო ვერ იტყვიან, რომ იქ ევროკავშირის ინტერესი არ არის. და როდესაც შეჩერებაზეა საუბარი, ანუ ევროკავშირის ინტერესი უნდა გააჩერონ, ან ინტერესის შესაბამისად გაფორმებული შეთანხმება უნდა შეაჩერონ. ცოტა აბსურდულია ეს მიდგომები, ეს მუქარები, თუმცა მეორეს მხრივ ამგვარად ცდილობენ, რომ ინსტრუმენტად აქციონ ის შეთანხმებაც, რომელიც გამიზნული იყო, ერთად გამიზნულია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის. აღქმული ეუთო ოდირის წარმოწევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მთელი იმ წინა ისტორიის გათვალისწინებით, რომელიც 2024-ის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს დასკვნას მოყვა, ხო? თქვენი გადაწყვეტილების мотиваცია და არსი რო აგვახსნათ რა შემდგომარეობს და თავად ორგანიზაციის წუხილი რო ის მზად არის, თუ კი ექნება ხელისუფლება სურვილი მიიღოს მონაწილეობა, როგორც სადამკვირვებლო მისია, ეს რა სიგნალია, ეს მზაობა თანამშრომლობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია და შეიძლება თუ არა რომ გადაიხედოს თქვენი გადაწყვეტილება. ჩვენ ვართ ეუთოს მონაწილე ქვეყანა და ჩვენ სრულიად ვიზიარებთ იმ პრინციპებს, რა პრინციპებზედაც არის ეს ორგანიზაცია დაშენებული და ზოგადად ურთიერთპატივისცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ და ინსტიტუტების მხრიდან ზოგადად კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ, როგორც ეუთოს მონაწილე ქვეყანას, მოგვესმინა ეუთოს ერთ-ერთი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ამ შემთხვევაში ოდირის ხელმძღვანელზე მაქვს საუბარი, წუხილი იმასთან დაკავშირებით, როდესაც ხდება თავდასხმა ეუთო ოდირის მისიაზე. ჩვენ არაერთი დებატის დროს ევროსაბჭოში თუ ევროპარლამენტშიც მოვისმინეთ, თუ როგორ უწოდეს ეუთო ოდირის დამკვირვებლებს კრიმინალები მაგალითად. ამაზე მე არ მინახავს ეუთო ოდირის
ოდირის ხელმძღვანელის რეაქცია და კარგი იქნებოდა თუ ის პირველ რიგში დაიცავდა ამ ინსტიტუტის რეპუტაციას სწორედ ასეთი შეტევებისგან, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან ევროპის საბჭოში იყო ცოტა ხნის წინ ასეთი ფაქტი და თავად ევროპარლამენტში. მე მაინტერესებს ასევე რამდენად იზიარებს ეუთო ოდირის ხელმძღვანელი, ინსტიტუტის ხელმძღვანელი ევროპარლამენტში, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოცემულ, ასე ვთქვათ, პარალელურ რეალობას, რომ არჩევნები იყო თურმე არალეგიტიმური ყოველგვარი დასკვნების გარეშე. თქვენ გაქვთ ვარაუდი, რომ 4 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შეფასების მიმართაც იგივე დამოკიდებულება იქნება. ზოგადად იცით რა, ეს ასე არ არის. აქ არის ერთი მომენტი გასათვალისწინებელი. ზოგადად ეუთო ოდირი ნაკლებად აკვირდება ადგილობრივ არჩევნებს. ხო, ეს იყო კი ჩვენ მოგვიწევია და გვითხოვია ეუთოსთვის, რომ გამოეგზავნა მისია ადგილობრივ არჩევნებზე და ეს იყო კი ჩვენი გადაწყვეტილება, ხო? ასეთი რაღაცნაირად თავს მოხვევა, ესეთი რაღაც არ ხდება, არც ერთ შემთხვევაში არ ხდება, ხო? გინდა თუ არა ხელისუფლებისთვის იქნებოდა დამატებითი არგუმენტი, როგორც 2019 წლის არჩევნებზე ეუთოს დასკვნას დღეს თქვენ იყენებთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები კარგად ჩატარდა. ჯერ ერთი ეს არის პროცესი, ეს რაღაც წინსწრებით ამგვარი განცხადებების კეთება სრულიად წარმოუდგენელია ეს ერთი, მაშინ როდესაც ჩვენ შეგვიძლია გქონდეს ამაზე საუბარი და შეიძლებოდა ამაზე ყოფილიყო საუბარი, ეს მეორე ჩვენ ხედავთ, რომ ჯერ ადგილობრივი არჩევნები ოფიციალურად არც გამოცხადებულა და ანუ არ არის ეს ორი თვით ადრე ხდება. პოლიტიკური პარტიები კი ხედავთ, ზოგი რა გადაწყვეტილებას იღებს, ზოგი რა გადაწყვეტილებას მიიღო. ყოველდღიურად გვაქვს ახალი, თქვათ, რეალობა პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება არჩევნებს და ეხლა ამ განცხადების გაკეთება და რაღაცნაირად გავლენის მოხდენა თითქოს ამ პროცესზე ცოტა სხვა ეჭვებს და განცდებს ბადებს ჩვენში და რა თქმა უნდა ეს არ მგონია რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტის განცხადება ამგვარი უნდა ყოფილიყო. ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე გვექნება საუბარი ოდირის ხელმძღვანელთან და აუცილებლად განვიხილავთ ამ განცხადების მოტივებსაც. შეიძლება რომ შეიცვალოს გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ მოხდეს შეთანხმება გარკვეულ პირობებზე, ასე ვთქვათ და ეს შეთანხმების საგანი არ არის. ზოგადად ეს არის ქვეყნის გადაწყვეტილება, როდის იწევს ხელისუფლების გადაწყვეტილება იწევს არჩევნებზე დასაკვირვებლად თუ არ იწევს ეუთო ოდირს არჩევნებზე დასაკვირვებლად და კიდევ ერთხელ ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთოს დამკვირვებლების და შესაბამისად რაღაც სპეკულაციურია ეს ყველაფერი და რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა ვისაუბროთ კიდევ ერთ თემაზე. შტატების ჯერ კიდევ მოქმედმა ელჩმა გააკეთა განცხადება იმ წერილთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებამ და პრემიერ-მინისტრმა კონკრეტულად გაუგზავნა შეერთებული შტატების პრეზიდენტს. მან თქვა, რომ წერილი იყო მუქარისშემცველი, შეურაცხყოფელი და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. შეგიძლიათ გითხრათ, რა ეწერა ამ წერილში ასეთი? ელჩი ამბობს, რომ ეს იყო შეურაცხყოფელი და მუქარისშემცველიც კი და ვისაუბროთ ზოგადად ურთიერთობებზე, რა ნიშნულზეა ახლა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები? ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს რაც შეეხება ჩვენ საზოგადოებამ და არა მხოლოდ ჩვენმა საზოგადოებამ ნახა ღია წერილი, ხო, რომელშიც ძალიან კარგად არის მოცემული თუ რა გვსურს ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, რას მოველით ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისგან და რა არის ზოგადად ჩვენი ხედვა, როდესაც საუბრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე და ეს არის ის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები. ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, ჩვენთვის ის რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ასევე ჩვენს გქონდეს გარკვეული სიცხადე თუ როგორ უყურებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობებს. მე მქონდა არაერთი კომუნიკაცია, იცით, ამერიკის
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, მათ შორის ბოლო კომუნიკაციას ესწრებოდა ასევე ვაშინგტონიდან წარმომადგენელი სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მასაც ჰქონდა შესაძლებლობა ასე ვთქვათ ენახა ის შეხვედრა და ყოფილიყო მონაწილე ამ შეხვედრის. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, რა თქმა უნდა, საელჩო წარმოადგენს ქვეყანას და ქვეყნის ინტერესებს, რაც არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქალბატონმა ელჩმა და ერთი რამ არის კიდევ მნიშვნელოვანი, ეს საელჩო და ელჩი რამდენად ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებას და როდესაც ჩვენ ვნახეთ წინა ადმინისტრაციის პირობებში იმგვარად განვითარებული ურთიერთობები, როგორც განვითარდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, მაშინ როდესაც ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველო გამოხატავს იმედს, ინტერესს და მზაობას, რომ ეს ურთიერთობები გამოსწორდეს, ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს პოზიტიურ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ხელისშემშლელი ფაქტორები არ უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით და ეს არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დიპლომატმა არ უნდა შეასრულოს პირიქით უარყოფით როლი ამ შემთხვევაში და უნდა იყოს ხელისშემწყობი ამ პროცესის. ჩვენ მოველით, რომ ის რაღაც ფიქრის პერიოდი დასრულდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჩვენ ნახავთ უფრო მეტ სიცხადეს. სამწუხაროდ ამ დრომდე ისიც უნდა ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის მიერ მიღებული მეგობარი აქტი რაღაც ერთგვარად ასე იყო მოწოდებული, რომ ეს თითქოს არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიცია და ნუ ეს არ არის აღმასრულებელი სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია, შეიძლება ასეც მივიღოთ, თუმცა მეორეს მხრივ ეს არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ ვნახეთ საქართველოსთან დაკავშირებით, რაც ბოლო პერიოდში განიხილა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა და მოელის სენატში განხილვებს და რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად უნდა გვეთქვა, რომ ის მცდელობა, რაც არის მეგობარი აქტით, რომ ეს იყოს საფუძველი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის, ჩვენთვის არ არის მისაღები, ჩვენთვის მეგობარი აქტი არ არის მეგობარი აქტი და არ არის მეგობრობის შესახებ და რა თქმა უნდა ჩვენ ეს უნდა დაგვაფიქსირებინა და ჩვენ ეს დავაფიქსირეთ. ჩვენ მოველით სტრატეგიულ პარტნიორობას და არა მეგობარი აქტის ჩარჩოში განსაზღვრულ იმ ურთიერთობების საფუძველს, რომელიც წარმოუდგენია მეგობარი აქტის ავტორს. მაინც როგორი შთაბეჭდილება გრჩევათ, ვისი სახელით, ვისი პოზიციიდან ლაპარაკობს ელჩი, რომელიც ასრულებს თავისუფლებამოსილებას პენსიაზეა გასული, დანიშნული არის ყოფილი ადმინისტრაციის პირობებში და როდესაც ის ამბობს, რომ წერილი ცუდად იქნა აღქმული ვაშინგტონის. დაველოდოთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება მომავალი ელჩი საქართველოში და შემდგომ ვისაუბროთ უკვე ურთიერთობების მომავალზე და როგორ. კი ბატონო, ერთ თემასაც უნდა შევეხოთ, სანამ საუბარს დავასრულებთ, ეს არის რეორგანიზაცია სამინისტროში, ბევრი ბრალდებები, ბევრი სპეკულაციები მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის ის, რომ 40 დიპლომატი აღმოჩნდა უწყების გარეთ, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები გაერთიანდა და სულ 4 ადამიანი იმუშავებს იქ. ბევრი ასეთი ტიპის სპეკულაცია ვრცელდება ნატოს საინფორმაციო ცენტრთან დაკავშირებით. რა ხდება უწყებაში ახლა? კი, რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს ჯერ კიდევ, ჯერ არ არის ეს დასრულებული და ალბათ კარგახანი დაჭირდება იმას, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი საგარეო უწყება, როგორიც ეკადრება საქართველოს და როგორიც უნდა ყავდეს საქართველოს. აი ეს განცხადებები, რაც მესმის რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით იმ დიპლომატების მხრიდან, რომელმაც თავისით მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომ არ ყოფილიყვნენ ამ პროცესის მონაწილეები, უმეტესი ვისგანაც ეს განცხადებები კეთდება, არ ყოფილა ამ პროცესის მონაწილე საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა ძალიან საყურადღებოა მომავალი დიპლომატებისთვის განსაკუთრებით ის განცხადებები, რაც კეთდება. წარმოუდგენელი რამ არის, მართლაც წარმოუდგენელია, მუშაობდე სახელმწიფო სამსახურში, გერქვას დიპლომატი, წვდომა ჰქონდეს საკმაოდ სენსიტიურ ინფორმაციაზე, საიდუმლო ინფორმაციებზე და შემდგომ ესე რაღაც საჯაროდ საუბრობდე
ბევრ თემაზე, რაზედაც შეიძლება სულაც არ არის სასურველი, რომ საჯარო მოხელე საუბრობდეს, მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მომუშავე. ეს არ არის ნორმალური და კიდევ ერთხელ ვწმუნდები, როდესაც მესმის მსგავსი განცხადებები, რომ ძალიან სწორი პროცესი მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ძალიან საჭირო პროცესი მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანას გქონდეს გამართული საგარეო უწყება დაკომპლექტებული იმ ადამიანებით, ვინც მუშაობს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და ვისაც ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული თუ რას ნიშნავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა ქვეყნის გარეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და თუ შეიძლება თავარ ნარატივსაც რო უპასუხოთ ამ სპეკულაციებს, ეს არის ერთი, რომ გათავისუფლება ხდება პოლიტიკური ნიშნით და გათავისუფლება ხდება იმ ადამიანების, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდა ევროინტეგრაციაზე და დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. რეალურად რა კრიტერიუმებით, რა პრინციპების გათვალისწინებით ხდება ეს? ეს ძალიან რთულია მსგავს რამეზე კომენტარის გაკეთება. რას ნიშნავს საჯარო მოხელე მუშაობდა ერთი საჯარო მოხელე რაღაც ურთიერთობების გაძლიერებას ის ასრულებს იმ დავალებას, რა დავალებაც არის ხელისუფლებისგან და ის არის ვალდებული შეასრულოს ის დავალება, რა დავალებაც მოდის ხელისუფლებისგან. ეს არ არის ექსკლუზივი ამა თუ იმ მოხელის. ეს მოხელეები აკეთებენ იმას, რაც მას უნდა ევროინტეგრაცია, სხვა მოხელეს არ უნდა ევროინტეგრაცია, ასეთი დაყოფების გაუგია საჯარო სამსახურში, საერთოდ რას ემსახურებოდა ეს პროცესი, რაც დაიწყეს. ძალიან კარგად ჩანს, რასაც ემსახურებოდა ეს პროცესი, რაც დაიწყო გასული წლის შემოდგომა საჯარო სამსახურთან მიმართებაში ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, რომ ჩამოეშალათ საქართველოში საჯარო სამსახური, ჩამოეშალათ საგარეო უწყება, რაც ვერ განხორციელდა და ახლა იმით გამთრუებულები რაღაცნაირად ცდილობენ, რომ 1000 ბრალდება გააჟღერონ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არის და იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი უწყება და რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის რაც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესში სათანადოდ იყოს მიტანილი ჩვენი პარტნიორების ყურამდე. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იყო ჩვენი სტუმარი.